ტიპი ნომერი 15. მოგაჭერეთ ავოკადო ნახევარს გამოყენება გინდათ და არ გინდათ რამის ოქსიდაცია მოხდეს და გაშავდეს. არის ეს ტიპი, რომ აიღებთ ლიმონს და მოვასხავთ ზემოდან. გადააკროთ პლასტიკს. ესე შეინახავთ ავოკადოს მაცივარში. თქვენი ავოკადოს ოქსიდაცია აღარ მოხდება და დაახლოებით 3 დღე მოხდება გაშავება. მანამდე ჭამით. ასევე ბევრს უკითხავ ხოლმე, რომ პასტა ძალიან ხშირად ეხარშება თხოვნე და იტყლიზნება. კომენტარებში დაგვიწერეს ერთხელ. მთელი ამბავი ის არის, რომ ერთი რომ არ გადახარშოთ პასტა, მეორე არის ხოლმე, რომ საკმარის მარილს არ უკეთებთ ხოლმე წყალში მოხარშვისას. საკმარისი მარილი წყალში სახამებლის გელინგს უშლის ხელს და ამიტომ ეს ტყლიზნი რაღაც მატერია აღარ გამოიყოფა. როცა იტალიელები იძახიან ხოლმე რომ პასტის წყალი უნდა იყოს ისეთივე მარილიანი როგორც ხმელთაშუა ზღვა, ამას ტყუილა არ იძახიან, იმიტომ რომ ხმელთაშუა ზღვა არის ძალიან მარილიანი. ყველაზე მინიმუმ ზღვის წყალი ხო გასინჯული გაქვთ? შავი ზღვის. შავი ზღვის წყალზე ნაკლებად მარილიანი არასდროს არ გაკეთთ ხოლმე პასტის წყალი. ეს დაიმახსოვრეთ ჩემგან. შემდეგ გადავდივართ ტიპ ნომერ 17-ზე. ეს ეხება ყველა იმ ადამიანს, ვისაც უყვარს სენდვიჩები და უყვარს ცოცხალი პომიდორი. და ვისაც უყვარს სენდვიჩებში პომიდორი. როცა უკეთებთ ხოლმე სენდვიჩებში პომიდორს, აუცილებლად ყოველ ჯერზე არ აქვს მნიშვნელობა რას და როგორ უკეთებთ, პომიდორს მოაყარეთ ზემოდან მარილი. ერთი მხრიდანაც, მეორე მხრიდანაც. და დამიჯერეთ, რომ პომიდორი თავიდან შეგიყვარდებათ სენდვიჩის მოყვარულებს, იმიტომ რომ 10 ჯერ უფრო კარგი გემო აქვს ესე პომიდორს. ტიპი ნომერი 18. ხორცი ვისაც გიყვართ, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ ხოლმე. პირველი სანამ ხორცს დადებთ შესაძლოა ტაფაზე, ტაფა უნდა იყოს ყოველთვის ძალიან ცხელი. და ეხლა განახებთ ეს რას ნიშნავს. ტაფა დადეთ, გააცხელეთ ძალიან და წყალს რომ დაასხავთ, უნდა აკეთებდეს ესე, ანუ აქეთ იგი წყალია დარბოდეს ძალიან. აი როგორც არის პატარა ბურთები დარბის, ეგრე უნდა დარბოდეს წყალი ამას. და ამ შემთხვევაში ხორცის დადება უკვე შეგიძლიათ ტაფაზე.